მოგესალმებით, ბრუნდება EdTalk-ი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს ჩვენს პოდკასტში. დღეს საუბრობთ ზოგადად ავტომობილების ინდუსტრიაში როგორ კეთდება მარკეტინგი და ამ მიმართულებით არ ყოლია ჩვენ ეს სტუმარი, არც ერთი კომპანია და ძალიან საინტერესოა უშუალოდ მაგ დეტალებზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც შეიძლება რომ ავღნიშნოთ. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს, ჩვენი სტუმრები არიან პაატა წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი და თათო ხოსროშვილი, პორშე, ლამბორგინი და ბენტლის ცენტრის მარკეტინგის ხელმძღვანელი. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით და მადლობა გიორგი რომ მოგვიწვიე. ძალიან მიხარია რომ მოხვედით ჩემთან პოდკასტში და ძალიან ბევრი კითხვა და ასე თქვათ დეტალი იქნება დღეს გაჟღერებული და არ დაიშუროთ თქვენი თავები. მოკლედ ეგ იქნება ჩემი შევეცდებით რომ მაქსიმალურად გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. სანამ დავიწყებ, მე მინდა რომ წარვადგინო ჩვენი გენერალური სპონსორი, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სახლი რომელიც ჩაიფიქრე და ძალიან დიდი მადლობა მეტროპოლს, რომ ხარს უჭერს ჩვენს პოდკასტს და ეხმარება ჩვენს ინდუსტრიას, რომ ვაკეთოთ მსგავსი ტიპის პოდკასტები და მოვიწვიოთ ესეთი საინტერესო და არჩეულებრივი ადამიანები. მოდი რომ დავიწყოთ ჩვენ სტანდარტულად ყველა პოდკასტში, როცა ბრენდი მოდის ჩვენთან სტუმრად, ვეკითხებით უშუალოდ თუ რა მოწყობის არის ეს კომპანია, რა დეპარტამენტებისგან შედგება, ნუ ეხლა შეიძლება სტანდარტული როგორც ყველგან არის, მაგრამ საავტომობილო ინდუსტრია რადგან პირველად ყავს ჩვენ პოდკასტში, მაინტერესებს განსხვავებები, რა არის სხვანაირად, რა არის განსხვავებული, როგორც მოწყობის დონეზე, ასევე მარკეტინგის ნაწილში და ასე შემდეგ. საიდან დავიწყოთ? მოკლედ პრინციპში ძირითადად ეს დილერშიპები რო ავიღოთ და იგივე საავტომობილო კუთხით გავაკეთოთ პარალელი, ეს თქო როგორც ავტომობილში არის თქო ძრავი, რაღაც გადაცემად კოლოფი და შეიძლება ძირითადი მამოძრავებელი დაახლოებით ესე წავყვები, ანუ რა თქმა უნდა არის გაყიდვების მიმართულება, რომელიც ახალი და მეორადი ავტომობილების კუთხით არის, ანუ ეს ერთი დეპარტამენტი არის სერვისის განყოფილება, ანუ გაყიდვების შემდგომი მომსახურება, არის მარკეტინგის განყოფილება, ანუ ეს ძირითადი ესე თქვა სამი დეპარტამენტი არის ძალიან ერთმანეთთან მჭიდროდ, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე პრაქტიკულად რაღაცა გრძელვადიან თანამშრომლობაზე და წარმატებაზე საუბარიც ზედმეტი იქნება და არის ეგრეთ წოდებული support დეპარტამენტები, როგორც არის მაგალითად ფინანსები, ბუღალტერია, HR, იურისტები და ასე შემდეგ. ანუ ძირითადად ეს სამი დეპარტამენტი არის, რომელიც აი ყოველდღიურ პროცესში, თუნდაც დაგეგმარების პროცესში ერთმანეთთან არის ჯაჭვურად გადაჯაჭვული, უშუალოდ მარკეტინგს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მარკეტინგს ყავს თავის ხელმძღვანელი, როგორც წარადგინეთ თათო, შემდეგ უკვე იშლება, ცალკე არის ესე ვთქვათ, გატანილი სოციმედიის მიმართულება, ცალკე შეიძლება იყოს რაღაცა პროდაქშენი, ასე შემდეგ, არის გარკვეული ნაწილი, რომელიც აუთსორსზე გვაქვს გატანილი, თუმცა ის ძირითადი სტრატეგიული თემები, რაზეც ეს იქნება მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი სტრატეგია, რა თქმა უნდა, არსად არ გაგვაქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება დავუშვათ კომპანიის შიგნით მომუშავე ადამიანებზე უკეთ ვინმე დაგიწერო შენ სტრატეგია, შეიძლება უბრალოდ იყოს რაღაცა თეორიაზე დაფუძნებული, მაგრამ ყველაზე უკეთ როგორ შეიძლება იარო წინ, როგორც მოკლევადაში, ასევე გრძელვადაში 3-5 წელი თუნდაც ავიღოთ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კომპანიის შიგნით უნდა მოიხარშოს, ესე ვთქვათ რა. ძირითადად ამ წყობით მოვდივართ. კი ბატონო, მარკეტინგის დეპარტამენტი ხარ ჩავშალოთ კიდე შიგნით. ხო, მარკეტინგი ცოტა უფრო მეტად ჩავშალოთ. როგორც აღინიშნა ბრენდების, ანუ ჩვენთან შემოდის ამ შემთხვევაში უფრო დეტალებში რომ შევიდეთ, Porsche, Bentley და Lamborghini. ვაერთიანებთ მარკეტინგის, ანუ ასე რომ ვთქვათ, დეპარტამენტი ყავს ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში მე ვარ ხელმძღვანელი, იშლება შემდეგ უკვე ბრენდების მიხედვით მარკეტერებად და შემდეგ უკვე აუთსორსზე გადის ისეთი მომსახურებები, როგორიც არის მაგალითად, ანუ სტაბილურად არის აუთსორსზე გადანილი სოციმედია და მე უკვე პროექტების მიხედვით იქნება ეს, არ ვიცი, გადაღება, რაღაცა კონკრეტული პრინტების შექმნა თუ ასე შემდეგ რა. ძირითადი სამუშაო მექანიზმი ასეთი არის, ასევე, ნუ რაღაცა გარკვეულწილად გვაქვს თეგეტა ჰოლდინგის თვითონ მარკეტინგის და
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებთან თანაკვეთა, პირობითად რაღაცა PR-ის მიმართულებით, ძირითადად ჩვენი ჰოლდინგის მიმართულება და დეპარტამენტი გვასაპორტებს, ესე რომ ვთქვათ. ესეთი არის ჩვენი მოკლედ მოწყობა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი მიმართულებაა თუნდაც ღონისძიებები. ღონისძიებებიც ასევე per project გადის, ესე რომ ვთქვათ, აუთსორსზე კონკრეტული მიმართულების მიხედვით და მანდაც აი თუნდაც production-შიც, ღონისძიებებშიც, არ ვიცი, რაღაცა სხვადასხვა გრაფიკულ თუ ვიდეო ანიმაციების შექმნაშიც არ ვართ მხოლოდ რაღაცა ერთი კომპანიის ან ერთი ფრილანს პროფესიონალზე ასე რომ ვთქვათ დამოკიდებული რა. ყველანაირად ვცდილობთ რომ რაღაცა მრავალფეროვნება და ყველა ვინც რომელ ნიშაში არის ძლიერი იმ ნიშაში გავიტანოთ. მხოლოდ სოციმედია არის, რომელიც არის სტაბილურად ყოველთვის ერთ კომპანიასთან, ვისაც ვეთანამშრომლებით იმ პერიოდში. თუმცა მეც დავამატებ რომ ანუ იმის მიუხედავად ეს სოციმედია აუთსორსზე გატანა არ ნიშნავს რომ ესე ვთქვათ მიცემული გვაქვს ყველაფერი და ბალიშზე შვიდად გვიდევს თავი რა თქმა უნდა ეს ყოველდღიურ და დღეში რამდენჯერმე ჩართულობასაც მოითხოვს იმიტომ რომ ის კონტენტი თუნდაც შემდეგ გადამოწმება და ამ შემდეგ არის ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩვენი კომპანიის მხარეს და რეალურად უფრო შემსრულებლის როლსაც კი ხანდახან ითავსებს და უმეტესწილად გატანილი აუთსორსზე სოციმედია, იმიტომ რომ ესეც წარმოუდგენელია თუნდაც ჯგუფი, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად შენთან შენ ოფისში, შენ ესე ვთქვათ დუღილში არ მონაწილეობენ და სადღაც სხვა განიჯდნენ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყო გამორიცხული, რომ ზუსტად ის მოგცენ და ზუსტად იმაზე გაგიმახვილონ ყურადღება, რაც იმ მომენტში გჭირდება. აი ამ თემატიკას, კარგ თემატიკაში ხო პატა ცოტათი ანუ კიდე უფრო მეტად შევეხები მე რამდენად მნიშვნელოვანია მარკეტერის როლი სააგენტოებთან აი ამ თანამშრომლობის პროცესში და თუნდაც არ ვიცი ფრილანსერებთან იმ ყველა კომპანიასთან თუ ადამიანთან რომელიც არის ასე რომ ვთქვათ არა ჩვენი თანამშრომელი რა როგორც აი პატამ აღნიშნა პრაქტიკულად მთლიანად სტრატეგია რაზე კეთდება კონტენტის შექმნა თავიდან ბოლომდე ჩვენთან ხდება და შემდეგ უკვე ხდება მათთან ერთად ამ ყველაფრის რაღაცა აღსრულება და განთავსება. აი თუნდაც ეს კიდე უფრო მეტად თვალსაჩინო არის ხოლმე თუნდაც აი რაღაცა ღონისძიებების ნაწილშიც აი briefs ჩვენთან ძალიან დიდი დოზით იქნება ის რამ ხელმძღვანელობა აქვს briefs სააგენტოსთვის რა იმიტომ რომ იმ ყველაფერს იმ 80%-ს ესე რომ ვთქვათ რაც გვინდა რომ ითქვას გაკეთდეს თუ აღსრულდეს თავიდან ბოლომდე რაღაცა ჩვენგან მიდის. ხო. მან მაინტერესებს ხა ეგეთი რაღაცა რომ აი მინდა რომ უფრო ისეთ რაღაცებზე ვილაპარაკოთ რაც ესე არ ჩანს. და რაც სამზარეულო ხო backstage-ი არის რა მოკლედ და ძალიან საინტერესოა აი ცოტა ზოგადი კითხვა შეიძლება გამომივიდეს მაგრამ რა განსხვავება არის ანუ ჩვენ ძალიან ბევრნაირ კამპანიაზე გვისაუბრია ძალიან ბევრნაირ პროცესზე სხვადასხვანაირი ინდუსტრიის ბრენდები ყოფილან ჩვენთან სტუმრად და აი საავტომობილო ბრენდების მარკეტინგი რა ხილია ესე რომ თქვა აი რა აქვს ის უნიკალური რაც სხვებს არ გააჩნიათ მაგალითად და რას ითვალისწინებთ ხოლმე ხო რა ხილი არის ავტომობილო ბრენდების მარკეტინგი ხო პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო და კარგი ხო ბევრ დეტალს აერთიანებს ეს ყველაფერი პირველ რიგში დავიწყოთ მოდი მით რომ ჩვენ ყველანი ვართ საერთაშორისო ბრენდების ასე რომ ვთქვათ თანა მონაწილეები რაც არის ძალიან დიდ პასუხისგებლობასთან არის დაკავშირებული და ამავდროულად აძლევს ინსპირაციის ძალიან კარგ წყაროს. ეს საერთაშორისო ბრენდები სტრუქტურულად რო წარმოვიდგინოთ, როგორ არიან სიტუაცია რაღაცა ჩვენთან ჩართულები რა. რაც ალბათ მარკეტერის ყველაზე დიდი რაღაცა ბედნიერება შეიძლება იყოს, რომ არის ბრენდი, რომელიც გვაძლევს guidelines, ინსპირაციას, მაგრამ არ გზღუდავს თავისუფლებაში პირიქით ყოველთვის მოხარულები არიან იმით, რომ რაღაცა განსხვავებული შევქმნათ და ჩვენ კულტურულ ღირებულებებს მოვარგოთ ეს ყველაფერი რა. და თვითონ მიმართულებებში რა ჩავშალოთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საავტომობილო მარკეტინგზე თუ ვისაუბრებთ, ალბათ ერთ-ერთი მთავარი არის რაღაცა community management-ი, რომელზეც მე რაღაცა კიდე უფრო მეტად შეგვიძლია ჩავშალოთ ეს ყველაფერი.
და ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ რაღაცა ჩვენ არ ყიდით ავტომობილებს, ჩვენ ყიდით ემოციებს რა, რომ ესეც მოდის, ოღონდ ეს რაღაცა არ არის ესე ზოგადად ნათქვამი სიტყვები რა, რეალურადაც მასე არის მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ნებისმიერი იქ კომუნიკაცია ყველაფერი ის რასაც რაღაც მეორე ორი ისმენს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად იმ ემოციის მატარებელი რასაც რეალურად შეიძლება ჩვენი მომხმარებელი ან რაღაცა ჩვენი ბრენდების მფლობელები განიცდიან რაღაცა ამ თუ იმ ბრენდებთან შემხებლობაში რა ერთ-ერთი ძირითადი ასე რომ თქვა ფუნდამენტი არის ეს რა რომ რაღაცა ემოცი კომუნიკაცია რომელიც არის ემოციებზე დაფუძნებული იმ რეალობის მიტანა რა რეალობასაც გვთავაზობს ეს ბრენდები და community management და ხო გამომრჩა ერთი წარმმნიშვნელოვანი რომ რაღაცა experience უნიკალური გამოცდილებების შეთავაზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მე რა მაინტერესებს, აი ზოგადად გლობალ ბრენდებს როცა ახსენებენ, ხოლმე ეგრევე ხდება პირველი თავში რაც მოსდის ამ ინდუსტრიაში მყოფ ადამიანებს, რომ არის ძალიან ბევრი შეზღუდვა. და გლობალი თუა, აი ესე იგი მე აქ ხელფეხი მაქვს შეკრული, ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ასე შემდეგ. ანუ თქვენ შემთხვევაში ეს მოიპოვეთ, ეს ნდობა და სახელი თუ ასე შემდეგ, თუ მაგალითად თვითონ ამ ბრენდების იმაში დევს ფილოსოფიაში, რომ ყველა ქვეყანაში მაგალითად ესე თავისუფლებას აძლევენ მაგალითად ქვეყნებს. ეგეც საინტერესოა. რა თქმა უნდა გლობალს აქვს თავისი გაიდლაინი და თავისი მიმართულება, თუმცა ყველა ესე ვთქვათ ქვეყანას და რეგიონს ჭირდება ადაპტაცია და გამორიცხულია რომ დაუშვათ რომელიმე ქვეყნიდან წამოვიდეს ის ზუსტი ესე ვთქვათ გაიდლაინი რომელიც იმუშავებს სოფლიოს ყველა კუთხით. შესაბამისად ზუსტად აქ არის მარკეტინგის დეპარტამენტის ესე ვთქვათ შემოქმედებითი აზროვნება აქ ირთვება რომ რა მოარგოს და როგორ მიიტანოს ეს ყველაფერი ხო ანუ მარკეტინგი ასევე არის გაყიდვებიც ხო ანუ მარკეტინგი არ არის ხო მხოლოდ ის რომ რაღაცა რეკლამა გავაკეთეთ ან რაღაცა დავპოსტეთ. ეს არის რომ უნდა გაყიდოს ერთის ხრივ ის რომ შენი პროდუქტი რასაც რის გამოც აკეთებს საერთოდ ზოგადად მარკეტინგს და მეორე ხრივ ასევე ისიც კი პროდუქტია რასაც დაუშვათ გლობალ ბრენდებთან შენ მიგაქ და აეპროვებინებ ის რაც დასაეპროვებელი ანუ ამასაც კი ყიდი რა თქმა უნდა ყველაფერს ჭირდება გაზიარება ახსნა თუმცა ჩვენ პრინციპში უკვე იმდენად შევეჩვიეთ ამ თავისუფლებას ესე ვიტყოდი რომ არამც თუ რაღაცა დაკვეთა კითხვა არამედ შე შემთხვევაში პირიქით ანუ პრაქტიკის აღება არის ხოლმე უკვე და რაღაცა როდესაც ყოველთვიური ყოველ კვარტალური შეკრებებია მარკეტების იქ ხშირად ბევრი ასე ვთქვათ აქტივობა იქნება შეკრება იქნება თუ კამპანია იქნება გააქვს რომ გააქვთ ბრენდებს როგორც რაღაც best practice რომელიც შეუძლიათ მაგალითად აიღონ სხვა ქვეყნებმა ამიტომ თუ ეს ბრენდმა დაინახა რომ მოკლედ არ ახარ დაუშვათ რაღაცა იმ ზუსტად თუნდაც იმ ჩარჩოებში ზუსტად რომ ჩაჯდე რომელსაც შენ გაძლევ გამორიცხულია რომ წარმატებული იყო ვერანაირად ვერ იქნები თუ რაღაცა ადაპტირება არ გავუკეთე თუ არ იფიქრე შენი პოტენციური და არსებული მომხმარებლის გადმოსახედიდან ხო ამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ჩვენი მაგალითად იყოს მოწონება ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ ან ამა თუ იმ კამპანიის მიმართ თუნდაც მარკეტინგის განმოსახედიდან მაგრამ ეს არ შეიძლება რომ ჩვენ რომ მოგწონს მოწონდეს დაუშვათ იმ პოტენციურ ტარგეტ აუდიტორიას და არც არის აუცილებელი რომ მოწონდეს რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ გათვლას ხო ამიტომ ყოველთვის ჩვენი თავი შეიძლება ცოტა გვერდზე გადავდოთ და უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი რომ აი იმ პოტენციური ტარგეტ აუდიტორია ვინც არის იმათი გადმოსახედიდან ამდენად იქნება ეს ვთქვათ მიმზიდველი მომხიბლელი და თათომ აღნიშნა რომ ანუ ჩვენ ავტომობილებს არ ვყიდით ხოლმე და ვყიდით ასევე ემოციასაც ხო ანუ აქაც თუნდაც იმის მიუხედავად რომ საავტომობილო სფერო რა თქმა უნდა საავტომობილო სფეროს მარკეტინგი განსხვავდება სხვა სფეროსა აქაც კი ჩაშლა შეიძლება გავაკეთოთ როგორც რაღაცა პრემიუმ და ლაქშერი მიმართულება ცალკე კიდე რაღაცა core და entry segment-ი და კიდე საავტომობილო სფეროც არის თუნდაც რაღაცა სატვირთო და კომერციული მიმართულებაც ხო ანუ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა უფრო შეიძლება ყიდულობდნენ იმიტომ რაღაცა ბიზნესის შემადგენელი ნაწილი იყოს და ცოტა პრაგმატულად უდგებიან და საერთოდ სხვაგან გადის ეს ზღვარი და უფრო მეტად შეიძლება არ იყოს ემოცია და არც ალბათ და უფრო მეტად ციფრებში აქ თავიდან ბოლომდე უფრო ემოციის ნიადაგზე მიდის მოკლედ გადაწყვეტილების მიღებაც ერთი და
ეს ემოცია არ შეიძლება ჩაიკეტოს ყიდვის დღეს, ან ყიდვის მეორე დღეს. ხო, ეს ემოცია უნდა გაგრძელდეს მთელი ეს პერიოდი, იმიტომ რომ როგორც კი ის ემოცია მიეცი, დაიკარგება, გაქრება და თუ ეს ესე ვთქვათ თავმდევი პროცესი არ იქნა, ანუ ის კომუნიკაციის ნაწილი, ანუ ყიდვით ხო არ თავდება, ხო ეს მთელი ციკლი არის. ეს ემოცია თუ არ მიაწოდე შენ ყოველ ჯერზე მომხმარებელს, სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაკარგავ. ну ისეთი ბრენდები არის ახლა რომ ყიდვით მგონია რომ ეს ემოცია მძაფრდება უფრო ხო მე ვერ წარმოვიდგენია რომ ყიდვით მთავრდებოდეს ის ემოცია იმ ადამიანების რომლებიც თქვენ პროდუქტთან მოდიან შემხელობაში კი იცი რა არის არ მთავრდება კი ბრენდები გვაძლევს რა თქმა უნდა მაგის საშუალებას თუმცა ეგ ემოცია შეიძლება ერთ წამში არასწორი კომუნიკაციით გუნდის ან არასწორი ქმედებით საერთოდ განულდეს და ალბათ შეიძლება ეხა საავტომობილო სფეროსთან არა მაგრამ ყოველს რაღაცა მაინც თავში მოგდის რომ რაღაცა ძალიან გვინდოდა ის რაღაცა დავიჭირეთ ხელში და რაღაცის გამო შეიძლება საერთოდ წაგვეშალოს ადამიანებზეც კი მოგდის ხო ეგ რომ ვიღაცასთან შეიძლება რაღაცა მეგობრობდით და რაღაცა მოხდა და ანუ ზუსტად ანალოგიურია ცოცხალი ორგანიზმია მოკლედ ეს ყველაფერი კი ბატონო მე მინდოდა ეგეთი რაღაცა მეკითხა კამპანიის ჭრილში რა ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე რაღაც სხვადასხვა კამპანიებზე ზოგჯერ საუბარი ძალიან საინტერესოა flow მიმდინარეობა ამ კამპანიის როგორ იქმნება რაღაცა დავალება პირობითად ხო არის რაღაც ყველა ბიზნეს თავისებური რაღაცა KPI აქვს რაღაცა ამბავია რასაც ემსახურება ეს კონკრეტული კამპანია თქვენ შემთხვევაში ალბათ რაღაც ახალი მოდელის ავტომობილი შეიძლება იყოს ან რაღაც სხვადასხვა აქტივაციები და მე ესე შორიდან რასაც უყურებ ძალიან ბევრი მსგავსი მინახავს და საინტერესოა თქვენი მხრიდან როგორ თუ რაიმე კონკრეტულ კამპანიაზე რო ვისაუბროთ როგორ დაიგეგმა როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და მე როგორ გამოდის გარეთ ოკეი რამოდენიმე ტიპის კამპანია შეიძლება გქონდეს ესე რომ ვთქვათ ჩვენ ერთი მიმართულება არის და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის community, რომელიც მრავალმხრივად შეიძლება ჩაიშალოს ამ შემთხვევაში რაღაცა თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი რომ რაღაცა ამ მიმართულებით რაღაცა პიონერები ვიყავით, ვინც მგონი 2020 იყო, როცა პირველად დავიწყეთ რომ რაღაცა გაგვეერთიანებინა ჩვენი მომხმარებლები და საერთო experience-ი შეგვეთავაზებინა. დავიწყეთ 19-ში. 19-შიც იყო, ხო? კი, პირველი გასვლა კლასიკ კარებით კი, მაშინ გქონდა. და გავაგრძელეთ და თავიდან რა თქმა უნდა რაღაცა უფრო ვიწროტრით დაიწყო, მერე გაფართოვდა და შარშან გავაკეთეთ ჩვენს ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი პროექტი განვახორციელეთ, ვინც ავტომობილო სფეროსთან ახლოს არის, დარწმუნებული ვარ ყველა მიცის, რომ ნიურბურგრინგი არის ყველაზე ლეგენდარული ტრეკი რა, სხვათა შორის ანუ რაღაცა ChatGPT-საც რო კითხო, რომელი არის ყველაზე ლეგენდარული ტრეკი მსოფლიოში და არა ევროპაში არის ნიურბურგრინგი, რომელსაც აქვს რაღაცა თავისი დიდი ისტორია და ნუ გერმანიაში არის ნიურბურგრინგი და სად თუ არა უნდა წავსულიყავით ნიურბურგრინგზე და უნდა დაგვეხურა ჩვენი რაღაცა ამ community წევრებისთვის რა და ეს იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ 2023 წელს რა როდესაც ამ თქვით რომ აი მოდი რაღაცა საზღვრებსაც გაცდეთ და უფრო შორს წავიდეთ და აი წარმოიდგინეთ 2023 წლიდან ვცდილობდით რომ მაგ ყველაფრისთვის მიგვეღწია რომ ჯერ მაგ ტრეკისგან მიგვეღო იმის უფლება რომ კი ჩამოდით და მიგიღებთ და დავხურავთ და შემდეგ მართლა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი და 2025 წლის იანვარი იყო, თუ თებერვალი იყო, აღარ მახსოვს, რომ როდესაც მოიწერეს, რომ გაძლევთ უფლებას რაღაცა შემოგთავაზოს კონკრეტული დღე, რომ ამ დღეს შეგიძლიათ დახუროთ და როგორ მახსოვს, რომ ვიჯექ ეს მეილი, რომ წავიკითხე, ხო, დავხურე და მინდოდა რომ პირდაპირ შესულიყავი პატას და მეთქვა, რომ ანუ მართლა იწერებიან და ეხა მართლა გვაძლევენ და თან ხო იცი რომ შეგეშინდება რაღაც მომენტში, რომ ანუ მართლა უნდა გავაკეთოთ ეხლა. იქამდე როგორ აბა kind reminder რა ხდება რომ წერდით და უცებ რომ ფაქტთან რომ დავდაკით, მეთქი მართლა უნდა გავაკეთოთ ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ და ნუ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ჩავედით და ვიკითხეთ რომ მაგალითად ანუ ხე კი ვიცოდით რაღაცა შეიძლება იშვიათად ხდებოდა ესეთ რაღაცები და რომ ვიკითხეთ რომ
რა სიხშირით გაქვთ ესეთი ტიპის ღონისძიებები, იქ ვინც იყო event manager-ი, ჩვენი ვინც რაღაცებში იქ უბრალოდ ყურადღებას გვაქცევდა რამე რო დაგჭირვებოდა და ასე შემდეგ, გვითხრა რომ აღარ მოხდეს რაღაცა 8-10 წელი აქ მუშაობ და ესეთი ტიპის ღონისძიება არასდროს არ ყოფილა რომ ეს ცალკე მდგომ კომპანიას დაეხურა ტრეკი პირველად ხდებაო და ეს მხოლოდ თავიანთი მომხმარებლებისთვის რა და რა თქმა უნდა კიდე ორმაგად რაღაცა ძალიან გაგვიხარდა რომ აი ეს შევძელით დიდი სირთულე იყო თვითონ ტრეკთან მაგ კომუნიკაციის ასე რომ ვთქვათ დამყარება რომ აი რაღაცა დაედასტურებინათ რომ კი დავხუროთ და მაგის იქით ახლა იმის მენეჯმენტი რომ ქართული ავტომობილები გვინდოდა ყოფილიყო და ყველა 9-1 მაგათი გაგზავნა, იქ ახლა მოწყობა და ასე შემდეგ, ეგ კიდე ცალკე ისტორია, მაგრამ ეგ უფრო ორგანიზაციული ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, ბევრ სამუშაოებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მაგას შეჩვეულები ვართ და აი თვითონ ეს ბექის ისტორია რომ რაღაცა აი შევძელით ის რომ ნიურბურგრინგი დავხურათ, ცალკე რაღაცა ძალიან დიდი იყო. ხო, მანდ მეც დავამატებ რომ ძირითად კითხვას რომ მოკეთ როგორ ხდება დაგეგმა ხო აი ეს უკანა მხარე რა იდეაში 2019-ში გავაკეთეთ ეს პირველ და რომ მივხვდით რომ ეს ხალხს მოწონს, იმიტომ რომ მარტო ავტომობილი არ არის იმის რომ მარტო გამოვიდეს თუნდაც იკატაოს ხო, ეს არის community რომ რაღაცა ბევრმა ერთმანეთი გაიცნო, ბევრმა ჩვენი საშუალებით როცა ესეთი რაღაცა შეკრებები და გასვლები ქონდა დაპარტნიორდნენ კიდევაც და საქმეშიც გარკვეულწილად ერთად დაიწყეს და მოკლედ ბევრი ისტორიები არის ამ ყველაფრის უკან, თუმცა ძირითადი რაც კამპანიის თუ ესეთი გასვლების დაგეგმვის დროს არის ხოლმე ვჯდებით და ვამბობთ რომ მოკეთ რაღაცა გვინდა უფრო მეტი რაც წინაზე გავაკეთეთ, ანუ იგივე არ გვინდა უფრო მეტი და ყოველთვის ანუ რაღაცა იდეებს როცა ჩამოვყრით ხოლმე, ერთ-ერთი კითხვა ისმის რომ აი რაღაცა გვინდა სიგიჟე რა არის, აი ამ ესე ვთქვათ ამ კონკრეტულ კამპანიაში რა არის სიგიჟე რა, ანუ სიგიჟე რა თქმა უნდა გაატანიშნოთ, და რაღაცა გვინდა ისეთი არაორდინალური ჩავრთოთ და მე გავიხსენებ ასე ორდინალსაც ერთ-ერთი გასვლა, როდესაც გქონდა გუდაურში, რაღაცა სათხილამურო ტრასის ბოლოში, არ მახსოვს მეგონი 2000 მეტრზე იყო თუ არ ვცდები, ხიჟინაზე ავიყვანეთ, თქო ზამთარში თებერვალი იყო, შუა ზამთარში ავიყვანეთ პანამერა და იქ გავაკეთეთ პრეზენტაცია, ოღონდ იქ სეტაპიც მოვასწარით, ანუ მოწყობა ღონისძიების ეს მანქანის აყვანა, ანუ ეხა გავაკეთეთ, გადავიღეთ კონკრეტულად გუდაუ იმაში ბაკურიანში რაღაც 911 მეტების ასვლა სათხილამურო ტრასაზე, მაგრამ ისადაც ვამბობთ ჩვენ ახლა გუდაურში ამ ხიჟინაზე იქ რადიკალურად განსხვავებული ტრასა არის და ეს მანქანის აყვანა, ანუ ავიყვანეთ მანქანა არის რაღაცა ორწამიანი ფრაზა ხო, მაგრამ ავიყვანეთ მანქანის უკან დგას რომ ამ ავტომობილს დავუმზადეთ თხილამური თავისი, ანუ რაზეც უნდა შეგვესვა, აგვეყვანა და ამ თხილამურს სანამ დავამზადებდით მოკეთილი ისტორიები არის ხოლმე თითეული ამ ესე ვთქვათ კამპანიის დაგეგმვის და მე განხორციელების ეტაპზე და ხო ეს რინგი მოკლედ ნორჩლეიფი ესეც მოიხსენიებენ, ანუ როგორც დათომ აღნიშნა ლეგენდარული ტრასა არის, ასევე მოიხსენიებენ ესე ვთქვათ ნიკნეიმიც აქვს მწვანე ჯოჯოხეთი, მოკლედ ეს ტრასა ყველაზე მეტად ცნობილი არის, იმიტომ რომ ძალიან გავს რეალურ ცხოვრებაზე მორგებულ ტრასას, იმიტომ რომ ეს იყო რეალურად ქალაქი და რაღაც მონაკვეთი მე შემოუერთ ეს ტრეკს და არის ქალაქის ტრასაც და არის დახურული, თქო აი სიმწვანეში ჩაფლული და იმდენად იცვლება მოვლენები, საკმაოდ გრძელი ტრასა თუ 22 კილომეტრიანია, იმდენად იცვლება მოვლენები რაღაცა ყოველი 2-3 კილომეტრის შემდეგ, რომ შეიძლება ტრეკის ესე ვთქვა დარტყმის დროს, წრის დარტყმის დროს რაღაცა ორჯერ წვიმა შეგხვდეს გარკვეულ ნაწილში და ორჯერ მზიანი ამიტი რა, ანუ რადიკალურად განსხვავებული. შესაბამისად საკმაოდ რთული და ანუ ყველაზე მეტად საინტერესო რატო იყო, იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად სპორტული ავტომწარმოებელი ბრენდი, როდესაც უშვებს თავის მანქანას, ეს არის საზომი, ანუ მეტრიკა არის, რომ ანუ რამდენში იარა და ეს ოფიციალური მონაცემი და გარკვეულწილად ეს არის ესე ვთქვათ ბენჩმარკი ყველა მწარმოებლის, რომ თუ იმაზე გადავიდა რაღაცა პირველ დროზე, მეორეზე, მესამეზე, მოკლედ რა მაგარია და ამიტომ ეს სიგიჟე გვინდოდა, ანუ რეალურად ეს 2019-ის მერე რომ მივაწყვეთ და უკვე 23 მოვიდა და რაღაცა გავაკეთეთ რამოდენიმე, ანუ დროა უკვე რომ რაღაცა ახალი გავაკეთოთ, გადავწყვიტოთ სიგიჟე და ნუ აი ესე ნასროლი ფრაზებით რო არის, წამო რაღაცა ნურბურგრინგზე წავიდეთ და ნუ შეიძლება
შეიძლება იმ მომენტში რაღაცა ყურმა გაატარა ის, ხო, 1-2 რეაქცია. ხო და მე ნუ აი რაღაცა თავში რო ჩაგიждდება და მართლა ხო არ წავიდეთ. და მე როგორ წავიდეთ და ნუ მე იწყება რა თქმა უნდა თელი ისტორია და ხო მაგის უკან რა თქმა უნდა უდიდესი შრომა დევს რომელიც თათომ და მისმა გუნდმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს მაგრამ ძირითად შემთხვევაში მოკლედ ძალიან საინტერესოდ როდესაც გიყვარს სფერო და როდესაც ეს არ არის უბრალოდ ის რაღაცაზე ტიჩკა მონიშნო მანდ უკვე უსაზღვრო იდეები მოდის და აი სიგიჟეები ყოველთვის არის უნდა ახდეს ნებისმიერ თემას რა ეს პრეზენტაცია იქნება კამპანია იქნება თუ ასე შემდეგ ამაში რა გვაქვს სიგიჟე ანუ ეს კითხვა მუდმივად ისმება რა და აი ძალიან საინტერესო ხა community management-ზე საუბრობდით რა როგორი იყო იმ ადამიანების ემოციები როგორ გადაითარგმნა მე ეს ყველაფერი რაღაცა როგორ დათვალეთ ეს ყველაფერი არის ხო გაღიმებული სახეები როგორ დათვალეთ გაღიმებული სახეები ლიდებით და გაყიდებით მაგრამ ხო აი მე მაინტერესებს ძალიან საინტერესოა ჩვენმა აუდიტორიამ რომ ეგ ხაზი კარგად შეაერთოს რომ რას ნიშნავს როცა ბრენდი აკეთებს მსგავსი ტიპის აქტივობას ეს ხო არ არის მარტო ემოცია რა ანუ ბიზნესის მხარეს როგორ ითარგმნება იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტი გვიყურებს ჩვენც და მათთვის იქნება ეგ ძალიან საინტერესო შეაერთონ თავში რას ნიშნავს როცა ბრენდი მსგავს რაღაცას აკეთებს და კვირდება ხო პირველ რიგში როდესაც ესეთ რაღაცაზე საუბრობთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აუდიტორიას რომელსაც ამ ექსპერიენსში ვთავთ რომ ის ემოცია კონდეს შესაბამისი ესე რომ ვთქვათ რა ემოციის მოლოდინი შეიძლება კონდეს რა ჩვენ ყველანი ვინც იყვნენ ასე რომ ვთქვათ აღნიშნულ ექსპერიენსში ჩართულები იყვნენ 9-1-1-ის ასე რომ ვთქვათ ფლობელები შესაბამისად რაღაცა ავტოსპორტთან და დაახლოებული საზოგადოება ესე რომ ვთქვათ რა ორი სიტყვით ვიტყვი აი რაღაცა ემოციებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ქონდა მოლოდინები პირველში ჩვენი თავის მოლოდინები გქონდა ემოციებთან დაკავშირებით რომ აი რაღაცა მართლა რა მაგარია და რა კარგი არის და ასევე რა თქმა უნდა იმათი მოლოდინებიც ქონდა იმიტომ რომ თან რაღაცა ყველაზე უფრო რაღაცა ისეთ ადამიანებს აპატიჟებთ რომლებსაც ძალიან კარგად იციან Porsche ან თავიდან ბოლომდე დაშლიან და აწყობენ რაღაცა ისტორიულად და ყველაფრით ავტომობილებით და ძალიან ისეთი დაკვირვებულები არიან და ანუ იციან სად და როგორ ვეპატიჟებით რა ესე რომ ვთქვათ რა და შესაბამისად ნუ მათი მოლოდინებიც მაღალი იყო და ვიცოდით რომ რაღაცა ასე რომ ვთქვათ ემოციურად იქნებოდნენ ამ ყველაფერს ჩართულები მაგრამ რავი პირადად ჩემი გადმოსახედიდან და ესე მგონია რომ ჩვენს მოლოდინებსაც გადააჭარბა მათ მიერ მიღებულმა ასე რომ ვთქვათ უკუკავშირმა რომელიც რაღაცა საბოლოო ჯამში 4 დღიანი ასე რომ ვთქვათ რაღაცა ტური გამოვიდა და შემდეგ რაღაცა ფრანკფურტში გავაგრძელეთ რაღაცა ჯერ იყო როად ექსპერიენსი და იმიტომ რომ რაღაცა ეს შეუზღუდავი საგზაო ეს ავტობანის საგზაო მოძრაობა რაღაცა გერმანიის ცალკე ექსპერიენსი იყო ესე რომ ვთქვათ და ამ ღონისძიების შემდეგ მათგან მიღებული უკუკავშირი და აი ეს ემოციური ბმა ბრენდთან იმდენად გაღრმავდა და რაღაცა მართლა სხვა ეტაპზე გადავიდა რომ ჩვენს მოლოდინებს გადაჭერბა არა თუ ბრენდთან არამედ იმ ავტომობილებთან რა ავტომობილებითაც იყვნენ ანუ იმ ავტომობილის მიმართაც კი გაუჩნდათ რომ აი რაღაცა ეს მინდა რომ აი რაღაცა ყოველთვის რაღაცა ჩემი თანამგზავრი იყოს და აი რაღაცა შემდეგ ექსპერიენსშიც ამით წამოვალ ან რაღაცა მსგავსი ტიპის ისინი უკავშირები კი მეც დავამატებ მოგეთ რა თქმა უნდა ნებისმიერ აქტივობას თავის საზომი ახლავს და მე ისე ვეხუმრობ ხოლმე და ვეხუმრები რომ რაღაც ყველაზე ხარჯველი დეპარტამენტის საქმეთქი მარტო ხარჯად თქო მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ ისეთი ირონიული ხუმრობა ანუ ხარჯავთ იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოვიტანოთ და მივიღოთ ხოლოდ ხარჯველები ხარ ყველა მიცი რა თქმა უნდა ეს ხუმრობა არის და ხარჯავთ იმიტომ რომ მოვიტანოთ ხო ამიტომ თითოეულ ესე თქვა ივენთი იქნება ეს გასვლა იქნება თუ კომუნიტის ესე თქვა რაღაც ჩეკრება იქნება მე რა თქმა უნდა რაღაც პერიოდის მერე ანუ რომ დამთავრდება ეს ანიშნავს რომ უცებ ხვალ დავждეთ და გავზომოთ ხო ამას რაღაც პერიოდი ჭირდება რაღაც პერიოდის მერე ვждებით და ზომავთ ჯერ ერთი თვითონ ხარისხს ანუ რა გავაკეთეთ ამ აქტივობის კუთხით და მეორეც ერთი ამ ყველაფერმა ბიზნესს რა მოუტანა ხო ანუ გაყიდვების კუთხით შესაბამისად თუნდაც ეს რაც ვახსენეთ ეს ბოლო
გერმანიაში წასვლა, რა თქმა უნდა, იყო რაღაც ახალი იდეები წამოსული, ოღონდ ახალი იდეები იყო, რომ რაღაც გარკვეულმა ნაწილმა მაგალითად გააკეთა უკვე თავის საკუთარი ავტომობილის აპგრეიდი, ანუ მაგალითად უფრო ძლიერში. ზოგმა უბრალოდ სამეგობრო წრეში მოკლედ იმდენი მოყვა ისტორია, რომ თავის მეგობრებსაც უკვე მოუნდათ, რომ ამ კომუნიტის ნაწილი ყოფილიყო და ყავს ჩვენ ბევრი ესე ვთქვათ პოტენციური და უკვე არსებული მომხმარებლებიც, რომლებიც ძალიან ესე ვთქვათ საწყის ეტაპზევე მათთვის ერთ-ერთი ინტერესი იყო, რომ შემოერთებოდა ამ კომუნიტის და ამ ყველაფრის დაჯამებით, მოგეთ სხვადასხვა ეს ვთქვათ KPI-ების გამოყოფით, მე უკვე ვზომავთ რამდენად წარმატებული იყო თუ არ იყო ესა თუ ის გასვლა. აღარ ვსაუბრობ იმას, რომ გრძელვადაში ეს ემოცია რა ემოციაზეც ვსაუბრობდით, მე უკვე მიყვება და მათ გარშემოყოფებზე, რა თქმა უნდა, ისახება. communities გარდა აი კამპანიის ჭრილში კიდე რა, ანუ მარტო ამას რო არ შევეხოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბევრ სხვა კამპანიებს მომიცავს, ასევე ძალიან საინტერესო იყო ელექტრო ავტომობილებზე ზოგადად ჩვენი კომუნიკაცია, მათ შორის დაწყების მომენტიდან რა, ზოგადად Porsche-ის ისტორიაში Porsche ზოგადად ისტორიულად ბევრი გარდამტეხი მომენტი ქონია, მაგალითად აი პირველი Cayenne-ის გამოშვება რაღაცა გარდამტეხი მომენტი იყო და მანდაც იყო ის მომენტი, რომ პირველი SUV Porsche ორკარიანი აღარ იქნება, ესე რომ ვთქვათ და ელექტროავტომობილის შემთხვევაში რაღაცა ჩვენ ვართ ამ ისტორიის ნაწილი, იმიტომ რომ 2019 წელს ზოგადად გლობალმა ჩაატარა მისი პრეზენტაცია და 2020 წლიდან იყო საქართველოში წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, როდესაც დაანონსა 2015 წელს იყო დაანონსებული, რომ Porsche-მ დაანონსა, რომ ელექტროავტომობილის გამოშვებას აპირებდნენ, რომ გამოუშვა სოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც იყო, რომ ანუ Porsche, რომელსაც ძრავის ხმა არ აქვს. და ამის მიმართ კი, რა თქმა უნდა, გარკვეულ ჯგუფს რო უირა საინტერესო არის ელექტროავტომობილებში შევიდა, მაგრამ ძირითადად მაინც ის მომენტი იყო, რომ ანუ ჩვენ Porsche-სგან გვჭირდება რაღაცა ძრავის ხმა, რა. კომუნიტისგან წამოვიდა ეგ ამბავი. კი, აუცილებლად რა, რომ ანუ უფრო მეტად რაღაცა არ წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა Porsche ყოფილიყო რაღაცა აი ამ გუგუნის გარეშე და 2020 წელი იყო COVID-ის მერე გამოვედით და ზუსტად გამოვედით და მაშინ ჩამოვიდა ეს პირველი Taycanიც, რაღაც როგორ მომხსოვს, თეთრი და ლურჯი Taycanია და რაღაც დავაყენეთ შორში, ნუ ულამაზესი არის, მე ცალკე სიყვარული მაქვს Taycanis მიმართ ზოგადად მგონია რომ ყველაზე ესთეტიური და ლამაზი და საუკეთესო ავტომობილი არის და ნუ მართლა ამონათებულად ულამაზი არის და მოდიან მაშინ ახლა თავისთავად მაგას უნდა ქონოდა ძალიან დიდი პრეზენტაცია, რომელიც აი თუნდაც აი ერთ-ერთი იმის ნაწილი იყო მაშინ რომ დაკენსელდა 2 კვირით ადრე მარტში უნდა ყოფილიყო და აი COVID-ის ეს პერიოდი რომ რაღაცა ერთი დღით საზღვრავდი მარტო რა ხდებოდა, ანუ ერთი დაგეგმარება იყო, იხვალ რა ვქნათ, რამდენიმე თვეზე იყო საუბარი და ვერც პრეზენტაცია ვერ გაუკეთეთ ამ ავტომობილს, მოკლედ, როდესაც ახალ ავტომობილს ყოველთვის საკმაოდ დიდ პრეზენტაციას უკეთებ და ამაში დიდი რესურსი იდება და თან ესეთ მნიშვნელოვანს პირველ ელექტროავტომობილს და ნუ აი რაღაცები გავიხსენოთ, მაგრამ ერთ-ერთი პირველი აი რაც იყო ის მომენტი, რომ მოკლედ ჩამოვიყვანეთ ეს ავტომობილი, დადგა და აი ინტერესი არის აი რაღაცნაირად აი თავს რო იკავებენ, ხო იცი აი ხო ეს არის ის ხო და რაღაცა და მე დავიწყეთ კამპანია ქონდა ორმა ფაქტორმა გადაწონა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი არის. ალბათ ერთ-ერთი პირველი ფაქტორი იყო ტესტ დრაივები, როდესაც დავიწყეთ და აი არ ვიცი, მე ვამბობდით რომ როგორ არ გადავიღეთ ადამიანების რეაქციები გასვლამდე და გასვლის შემდეგ რომ აი წამოდი, როდესაც ანუ ეგრევე დავაყენეთ ავტომობილი ტესტ დრაივზე და აი წამოდი გავტესტოთ, როდესაც ვეუბნებოდით და არ ვიცი, სულ რო თავი შეეკავები და მაინც მიყვოდა და აი ხალ გადიოდა რომ კაი წამოწავიდეთ და რო ბრუნდებოდა უკან, აი ნახულობდით როგორ ემოციებს, იცი რომ აი ეს რა იყო? ეს მართლა Porsche არის, ეს Porsche-ს driving experience-ია და აი რაღაც იმდენად აღფრთოვანებულები ბრუნდებოდნენ, რომ აი რა მაგარია, რომ ნუ პირველი რაღაცა გამოცდილება ეგ იყო რა, იმიტომ რომ მე ხო ეს ადამიანები აზიარებდნენ, ამ შეიძლება არ ეყიდა, მანდ არ იყო გადამწონი, აი არასდროს მე მაგაზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ რა, რომ ჩვენი ნებისმიერი კომუნიკაცია და მარკეტინგული კომუნიკაცია არ არის dedicated პირდაპირ ასე რომ ვთქვათ მიმართული მაინც და მაინც ჩვენს პოტენციურ ან არსებულ მომხმარებლებზე და აუცილებლად ანუ Porsche არის ჩვენთვის love mark და ძალიან ბევრი ენთუზიასტი ყავს, ძალიან ბევრი რაღაცა ბრენდის მიმართ
დიდი სიყვარული არის და აუცილებლად ამ ადამიანების მიმართაც ზრუნვა და მათეს ისე ფიქრი როგორც შეიძლება ჩვენს პოტენციურ და არსებულ მխონებაზე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და აი ეგ იყო რომ მე ეს ადამიანები რომ გადიოდნენ და აი ამ ყველაფერს რომ ნახულობდნენ რომ soul electrified იყო აიკანი საკომუნიკაციო მესეჯი ანუ სული რომელიც უბრალოდ ელექტრიფიცირდა მაგრამ იგივე არის და ნამდვილად იყო და მაგ პერიოდში ასევე გავაკეთეთ და ნუ მარკეტინგული კამპანიებიც soul კამპანია გავაკეთეთ, რომელმაც ასევე ჯილდოც აიღო, რაღაცა teaser კამპანია გქონდა. გვინდოდა რომ ეს აი სულის თემატიკა და ეს Porsche-ს DNA რომ მოდის, ანუ 911-ის ყველაფერში და ეს მისი ხასიათი რომ იგრძნობა, გადმოგვეტანა რაღაცა საზოგადოების რაღაცა ფართო ნაწილშიც და აი ამ რაღაციდან გადავედით იმ ეტაპზე, რომ რა ვიცი, დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი არის და ყველა დიდ სიყვარულს აერთიანებს მომხმარებლებში. აი ხა უსმენდი და მოკლედ ესეთ შეყვარებული ადამიანები თვალები რო ციმციმებს როცა რაღაცას საქმეზე საუბრობს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მე ყოველთვის ვიჭერ ხოლმე მაგას და აღნიშნა რომ ზოგადად მარკეტინგში ეს სფერო მაგიტო უყვარს ალბათ ამ ინდუსტრიაში ვინც არის ადამიანები რომ ეგ თუ არა გაქვს შიგნით რომელიც აი რაღაც სხვა სართულზე რა მაგაზე აი საწოვის injections თუ არა კეთდება. ზუსტად ძალიან უნდა გიყვარდეს რა, იმიტომ რომ აი პაატას ვეუბნები ხოლმე ხშირად მithქვამს ეს, რომ ანუ აი პასუხისგებლობას როგორც კი აი ბრენდთან გრძნობ და ამ სიყვარულს რა ის სიტყვაზე აი რაღაცნაირ რაღაც კამპანიას ვაკეთებთ რა და ანუ აი მარტო ის კი არ არის ამომავალი წერტილი რომ ამ სიტყვაზე რაღაცა შენ იყო კმაყოფილი, შენ დირექტორი იყოს კმაყოფილი, არ ვიცი შენი რეგიონალური და ასე შემდეგ. ანუ უსულ აი ბრენდზე რო იწყებ ფიქრს რომ ანუ აი ის ისე იყოს წარმოდგენილი როგორც მას შეესაბამება და აი ოღონდ რეალურად რომ მაგი ამ ბრენდის მიმართ პასუხისგებლობას გრძნობ, ოღონდ არა აქვს მნიშვნელობა ეს საერთაშორისო ლოკალია არის თუ რაც არ უნდა იყოს რა მის იმიჯზე რო იწყებ აი რაღაც უზენაეს ეგ რო ხდება, ნუ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის და მაშინ მართლა გიყვარდება და მე ყველაფერს დებ რა ვერ აძლევ შენ თავს იმის უფლებას რომ შენი მაქსიმუმი არ გააკეთო რა ნუ თვითონაც მოდის ხო მე უფრო ძალიან ისე თავისუფლად მოდის მოკლედ რა რო გააკეთებ რაღაც პრეზენტაციას და რო გახედავ რო გაეღიმება თვითონ ავტომობილის ხო კმაყოფილი რო იქნება მოკლედ ხო მე რა თქმა უნდა თვითონ მოდის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მაგიტო თქვი რომ ამ სფეროში კი არა ზოგადად მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ის რასაც აკეთებ ერთი რო გიყვარს და მეორე რო გჯეროდეს ამ ყველაფრის და თუ ეს ყველაფერი ერთად სინთეზში არის მე უკვე ბევრი იდეა უბრალოდ რა ვიცი ძილის წინ რო დაწვევი სანამ ჩაგეძინება მოკლედ იმ 10-15 წუთში ძალიან ისე თავისუფლად მოდის რა ოღონდ მაგდროს ნოუთებში უნდა ჩაინიშნო რომ მეორე დილით შევახსოვდეს ჩემს თავზე გავუსწრილი მაქვს რომ აი რა კარგია დილით რო გავიღვიძებ და მე აღარ გახსოვს ნოუთებში ჩაინიშნეთ იმ მომენტშივე აუცილებლად აჰა მშვენიერი რჩევა გავეცით სამასობაში მე ჩვენ ყავს პარტნიორი ალმა პოდკასტში რომელსაც აქვს ჩვენ სტუმრებთან შეკითხვა ზოგადად გარე რეკლამასთან დაკავშირებით რა როლი აქვს თქვენი აზრით გარე რეკლამას კომუნიკაციის ნაწილში და საინტერესოა თქვენს ინდუსტრიაში ამ სფეროში რა წილი უჭირავს ზოგადად კომუნიკაციის დროს ხო, არ ვიცი, მე დავიწყებ ალბათ ძალიან ისეთი ზოგადად უფრო მომხმარებლის კუთხიდან ვიტყვი, რადგან მარკეტერი ვარ და მე უფრო თათო ალბათ გაშლის ამ თემას. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ეს ვიზუალური ნაწილი და ვიზუალური ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თუნდაც მოკლედ ეს გარე რეკლამა ოღონდ ამასაც ძალიან სწორად უნდა შერჩევა ანუ თვითონ ლოკაცია ერთის ხრი ლოკაციები იმიტომ რომ რა სად არის შენი ტარგეტ აუდიტორია და ამაზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის რომ როგორი ვიზუალის და როგორი მიმზიდველი გაქვს ესე ვთქვათ გაშლილი ხო ანუ ალბათ ბევრს გვინახავს რომ რაღაცა ყოფილა გაშვებული, მაგრამ ჩაკარგულა და ალბათ ბევრს გვინახავს, რომ რაღაც ძალიან ამონათებული ყოფილა და კონკრეტული მესიჯებით, ხო, ანუ გამორიცხულია რაღაც ვეფხის ტყავსანი იყოს ჩამოწერილი და იმის კითხვა ვერ დაიწყოს, მაგრამ შეიძლება ზუსტად ორი სიტყვა ეწეროს და იმ კონკრეტულ პროდუქცია რაც წარმოჩენილია ვეფხის ტყავსანი გაგვახსენდეს თავში. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი გადმოსახედიდან, როგორც მომხმარებლის გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც ალბათ დღის განმავლობაში უამრავ ესე ვთქვათ გარე რეკლამას ჩაუვლით, მაგრამ
გვამახსოვრდება რამოდენიმე ალბათ რაღაცა 1 2 3 იმ კონკრეტულ გზაზე რა გზაზეც ყოველდღე დავდივართ და ეგეც ალბათ იმიტომ რომ ის კონკრეტული რაღაცა იმდენად კარგად არის მოტანილი მოხმარებელთან რომ ეს ჩანს ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთულიც მე ესე ვიტყოდი ეს არის კაკრას ეს ვთქვათ მარკეტინგის დეპარტამენტის და მარკეტერის მხარეს რომ სწორად ის შეარჩიოს აქ ფერები გულისხმობა პროდუქტი მესიჯი მოგეთ ძალიან ბევრი რაღაც ამას ალბათ თათო გაშლის უფრო მეტად და ხო ეს ვიზუალური ნაწილი რო რაღაცა ამ მოძრაობის პერიოდში რომ მოდი ვთქვათ რომ ბჭყალებში რაღაცა თავისუფალი დრო როცა ეს რუტინას ვაკეთებთ რომ რაღაცა დავიჭიროთ და დავაჭერინოთ როგორც მარკეტინგმა ხო ეს ერთ-ერთი წყარო არის რაღაცა ინფორმაციის მიწოდების რა და უშუალოდ თვითონ როგორი თულსია შეფასების ნაწილში თათოს მივანდოთ მოკლედ ამას კი, პაატას მოსაზრებას ვიზიარებ და პრინციპში ჩვენც გვაქვს მსგავსი ტიპის გამოცდილება, რომ ანუ ვიზუალურ მხარეს, როდესაც საუბრობთ გარე რეკლამაზე, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვიზუალური გამოხატულება, რომ აი ბევრ ამ ინფორმაციაში გაგახედოს უმნიშვნელოვანესია და თუ ეგ მოახერხა ასე რომ ვთქვათ მარკეტინგმა და ზოგადად კომპანიამ რომ ანუ ის დაიჭიროს რომელიც ძალიან რთული არის რეალურად რა იმიტომ რომ ვიზუალურად შეიძლება ეკრანზე ძალიან მოგწონდეს რაღაცა და დაბეჭდილი დიდ ფორმატში რადიკალურად ან უფრო ნაკლებად ეფექტური იყოს ვიდრე ციფრულ ფორმატში რა და იმ გარემოში სადაც ახლა ეს ბორდი დგას საკმაოდ რთული დავალება არის ნებისმიერი მარკეტერისთვის ეფექტური გარე რეკლამის კამპანიის შემუშავება იმიტომ რომ განსხვავებული არის ან ციფრულად რაც მოგწონს და ძალიან ლამაზია და შეიძლება რომ მეტაში საკმაოდ კარგი რაღაცა engagement-ი ჩართულობა და შედეგები ქონდეს აღნიშნული რომ გადავიტანოთ გარე რეკლამაში და outdoor დაუბეჭდოთ შეიძლება არ ქონდეს მაგ ხელა ანუ ვიზუალური ეფექტი ამიტომაც ხო ერთ-ერთი მე ხშირად ვამბობ ჩვენ პოდკასტში როცა არის ამ თემაზე საუბარი ძალიან ბევრი ისაა რომ აი მაგალითად QR კოდი რო არ დატანილი და ავტომობილით რომ მიდიხარ და ამდენად კომფორტულია რომ უცებ ეს დაინახე QR-ი და სკანერე იქ რაღაც ტექსტები წაიკითხე ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გათვალისწინებული იქნას ჩვენ მქონდა ალმა ყავდა წინა პოდკასტში და მან ისაუბრეს რეალურად კი რეკომენდაციებს გასცემენ მაგრამ ნუ არის ზოგიერთი ბრენდი რომელიც რაღაც გადაწყვეტს რომ ყველაფერი უნდა წეროს იქ და მთელი რაღაც Facebook-ის პოსტი უნდა იყოს გადმოტანილი ბილბორდზე და მე ნუ მიდის ხოლმე წუწუნი რომ აი არ მუშაობს გარე რეკლამა რაღაცა და ეგეც მოყვება ხოლმე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ იერსახე რომ გაითვალისწინოს ზოგადად ქალაქის რა ნაწილში აკეთებ გარე რეკლამას. რამდენად შეესაბამება გარშემო შემოდგომა, ზამთარია, ფერები მაგას შეუხამო ან ძალიან ბევრი და სხვა შორის კიდე არის განათებებიც შეგიძლია. საკმაოდ კარგად ანუ ვიზუალურად ისე გააკეთო. არასტანდარტული და ვიზუალურად შექმნა განათება, რომელსაც კიდე განათება რო ემატება, საკმაოდ ისევ და ისევ ეფექტური. ანუ მთელი მოკლედ ამომავალი წერტილი აი ჩვენი გამოცდილებით, როგორც პაატამ აღნიშნა რომ რაღაცა რომ ის არის რომ ანუ ეფექტური ვიზუალური მასალა, რომელიც ანუ აი ამ მოძრაობაში გაგახედებს, ანუ უნდა შეგახედოს რომ 2 წამი და მე აი რაღაცა ერთ გზას გავდივართ ხო ყოველთვის ძირითადად და მე ერთხელ შეხედავ ორჯერ შეხედავ სამჯერ და მე იმ მესიჯს წაიკითხავ. ეხლა პირველივე ჯერზე შეიძლება ის მესიჯი საერთოდ არ წაიკითხო რა და ამიტომაც ხო საბოლოო ჯამში აქვს ეს თავისი სირთულეები რომ რაღაცა სწორად მოიფიქრო და მიაგნო იმ რაღაცა ოქროშვალეთ ხო მე მაგ ესეთი შეკითხვა თქვენთან ყოველთვის ვეკითხები ჩემს სტუმრებს ზოგადად კონკურენციის ნაწილზე და ზოგადად მარკეტინგში კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თუნდაც განვითარებისთვის და თუნდაც არ განვითარებისთვის და მაინტერესებს თქვენი მიმართულებით ეხა უამრავია ავტომობილის ბრენდი არსებობს ასე შემდეგ როგორია კონკურენცია მოდი ავიღოთ საქართველოს მასშტაბით თუნდაც და აი რას ცulis ეს კონკურენცია თუნდაც კომუნიკაციის ნაწილში თუნდაც პოზიციონირების ნაწილში და ასე შემდეგ კი კონკურენცია რა თქმა უნდა საქართველოშიც და რეგიონშიც და ზოგადად საკმაოდ მაღალია საავტომობილო
მიმართულებით ყველას რა თქმა უნდა ყველა ბრენდს თავისი ნიშა და თავისი ესე ვთქვათ სეგმენტი იყავს, მაგრამ კონკურენცია მე ვფიქრობ გვაძლევს ჩვენ და ალბათ ყველას იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები ჩვენივე თავის განვითარებაზე და ვიყოთ ორიენტირებულები იმაზე, რომ ჩვენ გუშინდელ თავს როგორ ვაჯობოთ, ხო? ანუ ჩვენი მთავარი მოკლედ გუნდში დევიზი ეგ არის, რომ როგორ ვიყოთ დღეს იმაზე უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუში. ანუ ყველაზე კარგი არის, რომ შენ თავსვე შენ თვითონე კონკურენტები პირველი, იმიტომ რომ ყოველდღიურად და ყოველწუთას გაქ ამაზე შეხება. და რა თქმა უნდა, კონკურენცია როდესაც მაღალი და ძლიერია, უფრო მეტად, ესე ვთქვათ, ფხიზლად ხარ ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, შენც, ანუ არ არის კარგი და პირიქით ბევრი ბრენდი შეიძლება გაგვახსენდეს მთელ მსოფლიოს კუთხით, როდესაც საერთოდ ჩაძირულა ზუსტად აი ამ ნაკლები კონკურენციის გამო ან იმ მომენტში, როდესაც დაუშვათ იყვნენ მხოლოდ ერთნი ან ორნი ბაზარზე, შემდგომ რაღაცა ბაზარმა ადაპტაცია განიცადა და ესე ვთქვათ იმდენად ჟარგონს ვიტყვი რომ იმდენად გაზარმაცებულები და გაზულქებულები ცუდ უხეშ შედარებით რო ვთქვათ ყოფილან რომ მე დაკარგეს ის პოზიციონირება და შეიძლება ხვალინდელმა ახალმა სტარტაპმა რომელიც ეხა გამოჩნდა ბაზარზე შენი 100 წლოვანი და 150 წლოვანი ისტორიის მატარებელი ბრენდი საერთოდ ჩაძიროს ხო ანუ ზუსტად ეს არის ის სიფხიზლე რაც კონკურენციას მოყვება რა თქმა უნდა პატივსცემთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კონკურენტებს და პირიქით გვიხარია რომ რაც უფრო მაგარ და კარგ რაღაცებს გააკეთებენ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიქნებით და ასევე ჩვენც შიგნით მეგობრული ანუ თეგეტა ხა ჰოლდინგში ყავს 900 ავტომობილო ბრენდი და იქაც კი რაღაცა მეგობრული ანუ ერთის მხრივ გვაქვს იდეების გაზიარება იმიტომ რომ ხა შეიძლება თათოს ან სხვას მოუვიდეს რაღაცა მაგრამ იმ მომენტში უფრო კარგად ესე ვთქვათ იმუშაო სხვა ბრენდზე და ეს ერთმანეთში გაზიარებაც გვაქვს და მეორე მხრივ გარკვეულწილად ბუნებრივი კონკურენციაც არის რომ რაღაცა უფრო უკეთესები ვიყოთ ვიდრე ვიყავით და ასე შემდეგ რა შესაბამისად ხო ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანია კრიტიკულად მნიშვნელოვანია არ იყო მარტო ბაზარზე და იყოს ჯანსაღი აუცილებელია და საკმაოდ ისეთი კარგი მკაცრი კონკურენცია ну, პრინციპში ვიზიარებ თავდაპირველად პაატას მოსაზრებას ამ შემთხვევაში რომ პირველ რიგში მას რომ კონკურენტების ყოლა არის ერთ-ერთი ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, ანუ მარკეტინგისთვის, ანუ კონკურენტები, რომლებიც მარკეტინგში არიან, ასე რომ ვთქვათ, აქტიურები, უმნიშვნელოვანესი არის, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი პრაქტიკულად რაღაცა შენც უფრო მეტად მე გამოტივირებს, ანუ რაღაცა უფრო ფხიზლად გამყოფებს, რომ აი რაღაცა მართლა რომ აი რაღაცა პულსზე გეჭიროს ხელი. მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნო, რაც ჩვენ გუნდში არის და რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის ის რომ ყოველთვის ვედრებით ჩვენ თავს და ვცდილობთ რომ ჩვენივე პროექტები გავაუმჯობესოთ ჩვენ თვითონვე შევქმნათ ისეთი პროექტები ისეთი კამპანიები არ ვიცი რაღაცა ნებისმიერი რაღაცა ეს მიმართ რასაც გავაკეთებთ და რასაც საჯაროდ გავიტანთ რომ შემდეგ ანუ ის იყოს ჩვენთვის benchmark-ი და შემდეგ უკვე ის გავაუმჯობესოთ და რაღაცა ჩვენივე თავებს ჩვენ თვითონვე შევქმნათ ის რაღაცა ისეთია რომ ფაქტიურად თქვენ ქმნით მაგ იმას ხო სტანდარტს ხა ისეთ ხო არ ვიცი ხო მაგაზე გამიძნელდება პასუხისგაცემა ხა რაღაცა მარკეტინგის რაღაცა ეგეთი სფერო არის ხა რაღაცა სტანდარტი არ არსებობს და რაღაცა ვინ ქმნის ესე ამ იმას ხო არ ვიცი პასუხისგებლობა გაქვთ ეგ რა პასუხისგებლობა ძალიან დიდი გვაქვს იმიტომ რომ აი აქედან გავაკეთებ ესეთ გადასვლას აი როგორია ლამბორგინი რო შემოყვას ქვეყანაში აი ეგ ძალიან საინტერესოა მე ისე არ მინდოდა ჩვენი ეპიზოდს ჩაივლო რომ ამ ბრენდის ამბავზე არ გვესაუბრა რა, იმიტომ რომ ეხა საქართველოში როცა პირველი სუპერკარი. ხო, სუპერკარი შემოდის, ну, რაღაცა ეგეთი მოვლენა არის და საინტერესოა ლამბორგინის ამბავი. მოკლედ რომ მოვყვეთ. ლამბორგინი როგორც თვითონ ლამბორგინის საქართველოს შემოსვლა და ოფიციალური იმპორტიორის გაჩენა თვითონ არა მარტო ჩვენთვის როგორც სიტყვაზე რაღაც თეგეტა ჰოლდინგისთვის ქვეყნისთვისაც არის უმნიშვნელოვანესი ამბავი, იმიტომ რომ ერთი ანუ სპორტკარები და სუპერკარები არის სხვადასხვა და ლამბორგინი გადის სუპერკარების კატეგორიაში. შესაბამისად, ანუ ეს მიუთითებს ქვეყნის ბიზნეს მდგომარეობას, აი რაღაცა ისეთ მარტივად რო ვთქვა, რამდენად რა ხდება რაღაცა ქვეყანაში, რომ რაღაცა და რაც ძალიან ასე რომ ვთქვა მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოში არსებობს
არსებობს პირველი სუპერკარების ბრენდი. ეს თვითონ რაღაცა Lamborghini როგორც ბრენდის შემოსვლაზე რო გავამახვილოთ ყურადღება და თვითონ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის მით უმეტეს როდესაც ანუ რაღაცა შორიდან თითქოს შეიძლება ისე ჩანდეს რომ აი რაღაცა Porsche, Bentley, Lamborghini სამივე პრემიუმ ბრენდი და შეიძლება რომ რაღაცა აი რაღაცა აუდიტორიების ჯახი თუ რაღაცა ხო რეალურად იმდენად განსხვავებული ბრენდები არის რომ აი გულახდილად შემიძლია გითხრათ რომ ერთმანეთის კონკურენტებიც კი არ არიან რა მოდელების თვალსაზრისითაც კი სრულიად რაღაცა სხვადასხვა ნიშაში პოზიციონირებენ რა. აი დაახლოებით ალბათ აი შევადარებდი ასე რა ქვია რომ აი წითელ და თეთრ ღვინოს მაგალითად ხო ანუ თითქოს ორივე ღვინოა, მაგრამ ერთმანეთის კონკურენტები არ არიან, იმიტომ რომ დაუშვათ ის მივირთმევთ სხვა საჭმელთან, ზოგს თეთრი უყვარს, უფრო ზოგს წითელი, ამიტომ შეიძლება სეგმენტურად მოკლედ ტრიალებდეთ თვითონ სეგმენტურაში გულისხმობ შემოსავლის კუთხით მეტნაკლებად ერთში, მაგრამ საერთოდ სხვადასხვა ხასიათის მატარებელია ეს ბრენდები და თუმცა ხშირად არის ხოლმე რომ ორივე ბრენდს ფლობენ მოკლედ ჩვენი მოხმარებლები როგორც Porsche-ს ასევე Lamborghini-საც და ბოდიშ თქვა გაწყვეტინებ არა მოდი გავაგზელებ ხო მოკლედ იმიტომ რომ ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად და ჩვენთვის Lamborghini-s შემოყვანა ქვეყანაში და მით უმეტეს რომ ჩვენ Tegeta holding-მა შემოვიყვანეთ ეს ანუ ეს არ იყო უბრალოდ ის რომ რაღაცა ავდექით და მიწერეთ რომ იცი რა ჩვენ გვინდა ვიყოთ Lamborghini-s დილერები საქართველოში და კარგი და ჩამოგვართვეს ხელი ანუ ეს საკმაოდ ძელოდიანი ხო საკმაოდ ძელოდიანი პროცესი იყო ანუ პროცესი იწყება ანუ 2 წელიწადზე მეტი გრძელდებოდა მოლაპარაკების პროცესი და პროცესი იწყება არა იმით რომ ვინს მივცეთ არამედ პირველ რიგში იმით რომ საქართველოს არის თუ არა მზად რომ Lamborghini-s შოურუმი გაიხსნას ანუ ჯერ რაღაც გარკვეული თვეები თითქმის 1 წელი ზუსტად აი ამაში დაგჭირდა რომ გვეჩვენებინა რატო იქნებოდა შემოსვლა მოკლედ საინტერესო Lamborghini-ისთვის ჩვენ ბაზარზე მთელი ანალიზები ავტოპარკი ეკონომიკური მდგომარეობა ციფრები და ასე შემდეგ და მე შემდგომი ეტაპი იყო უკვე რა თქმა უნდა ის ტენდერი და კონკურსის ჩატარება რომელიც ბრენდებმა ჩაატარეს და შესაბამისად აღმოგვარჩიეს შემდეგ ჩვენ რომ ვიქნებოდით მათი ესე ვთქვათ საიმედო პარტნიორები და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იმიტომ არის რომ რა თქმა უნდა ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უსვამს ხაზს მეორე ზოგადად ვიტყვი რომ ალბათ ჩემი პირადი მოსაზრებით რომ რომელიმე ქვეყანაში როდესაც ჩადიხარ თუნდაც საქმიანიან ტურისტული ვიზიტით ორი რაღაცის პირველი ეფექტი გაქვს ხო ეს არის როდესაც აეროპორტიდან გამოდიხარ და მიდიხარ სასტუმრომდე როგორია ინფრასტრუქტურა ანუ აეროპორტიდან სასტუმრომდე პირობითად და მეორე არის რა ავტოპარკი გვხვდება და ამის მიხედვით აკეთებ რაღაცა ზოგად ანალიზს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ხო ამიტომ თუნდაც ის ბიზნეს წრეები ან პოტენციურად ვინ შეიძლება ინვესტიცია გააკეთოს როდესაც რაც უფრო გაჯასაღებულ და ისეთ მაგარ ავტოპარკს დაინახავს საქართველოში მით უფრო მეტად უკვე ერთი რომ უსაფრთხოების განცდა აქვს და მეორე ის რომ ქვეყანა მზად არის იმიტომ რომ მათი მომხმარებლები ეს თქვა პოტენციურად შეიძლება ამ პოტენციური ინვესტორის მომხმარებლები იყოს ამიტომ გარკვეულწილად ირიბად მოკლედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც და როგორი იყო ეს მოლოდინისა და რეალობის თანაფარდობა ერთმანეთთან აი რომ უკვე ხო ფუნქციონირებს და რო ფუნქციონირებს თუცებ მეგონა რომ როგორი იყო როდესაც დადასტურება მოიწერეს მაგას კითხულობდი ხო წარმოვიდგინე როგორი ის გექნებათ მაგრამ ორივე დღეს ანუ ორივე გულისხმობ დაახლოებით ერთ-ერთი პერიოდში მოხდა Bentley-ის და Lamborghini-ის დილერობის აღება, თუმცა ეს დადასტურებები განსხვავებულ დღეებში იყო და ორივე ზუსტად პერიოდი მახსოვს, როდის კითხა, აი როგორც ქართულ თქვა Nürburgring-ზე ვკითხულობდიო, ნუ აი სასწაული იყო. ხო, როგორი იყო, მოკლედ ჩვენ უფრო მეტად ოპტიმისტურად ვიყავით, განწყობილები თავიდან, როდესაც ვესაუბრებოდით ბრენდს და გვჯეროდა, რომ გარკვეულწილად ესე ვთქვათ, გათვლები რო გავაკეთეთ, რომ აი მას მივახცევდით, მაგრამ თვითონ ბრენდები ცოტა უფრო მეტად რაღაც პრაგმატულები იყვნენ და უფრო კონსერვატიულ გეგმას გთხოვდნენ, რომ მესმის მაგათიც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა
მაგარია, ბევრს უნდა ესეთი ბრენდის ხელში ჭერა, მაგრამ თუ დილერი არ იქნა რაღაცა მომგებიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ და ყავდა სუსტი დილერი ფინანსურად, მე უკვე ერთი რო თვითონ ბრენდზეც აისახება გლობალურად, მეორე რო ეს პრობლემური კომუნიკაცია ხდება, ჩამოყალიბდება მე უკვე თვითონ ბრენდს და დილერს შორის და ამიტომ ეს რო თავიდან აირდონ ყოველთვის უფრო პესიმისტური გათვლებით უყურებენ. რა თქმა უნდა ამ გეგმებსაც ესე ვთქვათ ესენიც დავამტკიცეთ რატომ შეიძლება ყოფილიყო ის რაღაც გარკვეული X რაოდენობა რის შემდეგაც უკვე ავიღეთ დასტური თუმცა მაინც ყოველთვის გჯეროდა რომ მაღაზიაზე მეც შევძლებდით და ბაზარი იყო მზად იმიტომ რომ ამაში Porsche-ს გარკვეული სტატისტიკაც და საფუძველიც გვეხმარებოდა იმიტომ რომ 2011 წლიდან წარმოადგენთ Porsche-ს და ვიცით რა გზა გამოვიარეთ და ზუსტად ესე მოხდა რომ ანუ ის ჩვენი მოლოდინების საწყისი რაც იყო რომ რაღაცა მეტი შეგვეძლო აი ამას მიუყვებით და რაღაც გარკვეული გრძელვადიანი ესე ვთქვათ გეგმები გვაქვს რა თქმა უნდა ეს ვერას ვერ დაეწევა ეს ბრენდი Porsche-ს რაოდენობრივ გაყიდებს რაც გვაქვს თუმცა ფიქრობთ რომ საკმაოდ ისეთი კარგი სწრაფი ზრდის ტენდენციით მივდივართ და ზოგადად ქვეყანაში ალბათ ფუჩებშიც ნახავთ რომ ბოლო წლების განმავლობაში სპორტული და ვთქვათ ესეთი სუპერკარების და სპორტკარების კულტურის დონე მაიწია რაც თუნდაც 10 წლის წინ ვაი წარმოუდგენელი იყო ხო? ხო. ძალიან საინტერესოა. მე ეხლა კიდე უამრავი კითხვა მიჩნდა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ხანდახან რაღაცები უნდა დასრულდეს. მე ბოლოს მაქვს ესეთი შეკითხვა, რაც ჩვენთან არის ტრადიციული კითხვა. ჩვენ გვიყურებს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესებულია ზოგადად მარკეტინგის ინდუსტრიით და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, ეს გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, საერთოდ გამოვიყენო ეს პლატფორმა და ამ ადამიანებს მიცეცათ საშუალება რაღაცა თუნდაც ერთი რაღაც რჩევა მივცეთ ხოლმე ნებისმიერი მიმართულებით არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც რაღაცა სწავლასა და იმას ეხებოდეს რა შეიძლება გაუზიაროთ ამ ადამიანებს რომელსაც არ ვიცი თუნდაც თქვენი ბრენდები შორიდან ძალიან უყვართ ძალიან ოცნებობენ რომ თუნდაც ამ გუნდის ნაწილი გახდნენ და ასე შემდეგ ანუ რა არის მთავარი კრიტერიუმი რომელიც თქვენი გადმოსახედიდან ფასდება როგორც გულანთებულ მარკეტერში თუ რაღაც ისეთ ადამიანში რომელსაც შეიძლება თქვენ ეძებდეთ ხო, ნუ რა თქმა უნდა, ნუ ზოგადად რო ხა არ შევაფასოთ პირადად ჩემი გადმოსახედიდან რაღაცა ორ მთავარ მნიშვნელოვან იმას მომენტს გამოვყოფდი. ერთ-ერთი რა თქმა და გულახდილად მასე არის ეს არ არის რაღაცა მაინც და მაინც რო რაღაცა ხშირად ისმის ეს ყველაფერი და არ არის ესე სიტყვაზე ნათქვამი რა რომ მართლა უნდა გიყვარდეს იმას რასაც აკეთებ. იმიტომ რომ აი იმ მოცემულობაში უნდა გააკეთო შენი საუკეთესო. კონკრეტულ მოცემულობაში რაც გაქვს, ანუ იქ სადაც შეგიძლია შენი თავის და იმ მოცემულობის საუკეთესო უნდა გააკეთო და ეს ყველაფერი რომ შეძლო ჩემი გამოცდილებით ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. იმიტომ რომ ხშირად შეიძლება მოგიწიოს რაღაცა ბევრი რაღაცა დაბრკოლების იქნება ეს სტრესის თუ რაღაცა სხვადასხვა რაღაცა მათ შორის სიხარულისაც ასე რომ ვთქვათ მიღება და გამოვლენა და ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვიყვარდეს ეს სფერო და იმ კონკრეტულ მომენტში იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ხო ვითარდებით ამ ყველაფერთან ერთად ხო ანუ რაღაცა ჩვენ გამოცდილებასთან და სფეროსთან ერთად ვითარდებით და რაღაც არ ვიცი 3 წლის წინ რაც შემეძლო მაგალითად რომ ის ჩემი საუკეთესო ყოფილიყო მოკლედ ანუ რაღაცა ჩემი გული ჩამედო იმაში რასაც ვაკეთებდი ეგ იყო მნიშვნელოვანი ხო მე რაღაცა განვითარდი ეხლა არსებული მოცემულობიდან რაც შემიძლია რომ აი ამ ბრენდს იმ ბრენდს სადაც მუშაობ იმ კომპანიას სადაც მუშაობ შევძინო ანუ აი ეს რო რაღაცა მივცერა და აქედან გამომდინარე ხო რა ვიცი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ ნამდვილად ჯეროდეთ და იცოდნენ რომ ეს საქმიანობა უნდა რო აკეთონ და მე მოინდომონ ის რომ რაღაცა იმ დღევანდელობაში რაც შეუძლიათ რომ გააკეთონ კარგი ის კარგი გულით აკეთონ მეც პრინციპში დავამატებდი რა თქმა უნდა სიყვარული საქმის მიმართ პირველი არის თუმცა დაამწყება საკში ალბათ შეიძლება რაღაცა ესე ბევრისთვის ეხლა ჩემთვის პირად თავიდანვე გააზრებული მქონდა რა მიყვარდა და საავტომობილო სფერო რო იქნებოდა ჩემი სფერო ეს ბავშვობიდან ვიცოდი
მაგრამ ალბათ არის ზოგიერთი კატეგორია ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეიძლება ესე მკაფიოდ არ კონდეს ჩამოყალიბებული, ხო? ამიტომ შეიძლება რაღაც საწყის ეტაპზე თუნდაც სტუდენტობის დროს რაღაცა რამოდენიმე, ესე ვთქვათ, სფერო გაიტესტოს და ეს, რავი, ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალურია ეგრეთ წოდებულ სტაჟირების ეტაპზეც, მაგრამ შემდგომ უკვე რაც აუცილებელია რომ გაკეთდეს არის რომ არასდროს ალბათ მე შემიძლია რჩევაც მივცე ჩემი თავის გადმოსახედიდან არასდროს არ უნდა იყვნენ იმით დაკმაყოფილებული, რასაც მიაღწიეს, იმიტომ რომ ეს არ ვთავრდება. ანუ 5-იანი, 10-იანი თუ მივიღეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მაგრები ვართ რა. ანუ ყოველთვის ყოველი მომდევნო ეტაპი არის ახალი გამოწვევებით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გაკეთებული კარგი საქმით ჩვენი თვითშეფასება დავაგდოთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის. იმიტომ რომ თუ სულ ჩვენ თავს ვუძახეთ, რომ არა, ეს არ ვარგა კიდე უკეთ შეგიძლია, მე შეიძლება თვითშეფასება დაგვეწევს. ამიტომ ეს ზღვარიც აუცილებლად გასავლელი, ანუ ერთი რომ ობიექტურად შეგვეძლოს ამ ყველაფრის შეფასება და მეორე რომ ანუ არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც დღეს გვაქვს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო სფეროში ვარ 2009 წლიდან, ანუ 15 წელი არის, მე 16 წელი დაიწყო. ანუ ყოველ მომდევნო წელს ახალი რაღაცა შემოდის ჩემთან. ანუ ახალ ინფორმაციას ვიღებ, ახალი გამოცდილება და ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა უფრო მეტი და მეტი მივიღო და ვისწავლო. ხო, ანუ დაახლოებით როგორ არის, აი რაღაც პატარა გულკები რომ არის და წყალში ჩაგდით და ისე რომ ის რუტავს და რო იბერება, აი დაახლოებით აი მუდმივად ესე უნდა ვიყოთ, რომ იმიტომ რომ დღესთან იმდენად უზარმაზარი ინფორმაციის მიღების წყარო არის და ამ წყაროებიდან კიდე ბევრი არის უბრალოდ დროის კარგვა. ალბათ მე რჩევას მივცემდი რომ მაგასაც ყურადღება მიაქციოს, იმიტომ რომ თუნდაც ის გზაში, რავი, ავტობუსში, როდესაც ზიანთან უნივერსიტეტში მიდიან, იმის მაგივრად თუ რაღაცა ისეთ რაღაცას უყურონ, მოусმინონ, რომელიც უბრალოდ გასართობია და დროის გაყვანის თემა არის, შეუძლია თუნდაც პოდკასტს მოусმინონ, შეუძლია თუნდაც რაღაცა საინფორმაციო რაღაცას მოусმინონ, ან წაიკითხონ ვის როგორ, ხო? ანუ დრო არ უნდა დაიკარგოს იმაში, რომ რავი, გავიყვანო დრო რომ მოვიდე 7 საათი რომ მე რავი წავიდე აქ. ანუ ის დროც უნდა გამოვიყენოთ რა, იმდენად სწრაფად გადის და იმდენად დაჩქარებულია ტემპი. მშვენიერი რჩევები იყო. შორტებად უკვე დავინახე ეს რჩევები. იცი რა არის, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მე ვიცოდით და დარწმუნებული ვიყავი თავშიც, რომ ბევრ თემა შევეხებოდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში სტუმრობისთვის ჩემთან პოდკასტში. ძალიან მიხარია რომ გამონახეთ დრო და მოხვედით. დარწმუნებული ვარ, არაერთი კამპანია იქნება, რომელზეც შეგვიძლია რომ ამ პოდკასტში ვისაუბროთ, გავარჩიოთ, გაუზიაროთ ის გამოცდილება ჩვენს მაყურებელს. გისურვებთ წარმატებებს, კიდე უფრო წარმატებული ბრენდები მინდა გისურვოთ თქვენს პორტფელში. მადლობა. დავამშვიდობები ჩვენს მაყურებელს, იმედია მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი და შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ ხუთშაბათს დროებით. ეჯა